ძლივს ამოვედით ზევით ნახეთ მეგობრებო. მოკლედ დღეს გადავწყვიტე გადავიღო ჩელენჯი, სადაც მე ჩემს უკან აი ამ ხეზე ავიდე ახლა რამოდენიმე წუთში დავრჩე დღე, ღამე და მოკლედ დილამდე თუ გავძელი კარგი იქნება. ჩელენჯიც შესრულებული იქნება ასე რომ ჩაუჯექით ვიდეოს. ჩემ თავს ძალიან დიდ გამოცდას ვუტარებ. ბავშვებს ვთხოვ ეს არ გაიმეოროთ და ვნახოთ შევძლებთ თუ არა ღამეს ხეზე გატარებას. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ მეგობრებო და მე მალე დავიწყებ ჩელენჯის შესრულებას. კარგი, ახლა უნდა მივიდე ახლოს ხესთან, ცოტა ისეთი მიუვალი ადგილია, მაგრამ შევძლებ. საათი სრულდება მეგობრებო და შევეცდები ყოველ 1 საათში დრო გაჩვენოთ და მოკლედ შევეცდები რომ შევასრულო ეს ჩელენჯი და თქვენ თუ რამე ისეთ უცნაურს შენიშნავთ კომენტარებში დამიწერეთ და ასე რომ წარმატებები მისურვეთ. ნევრიულობ. კარგი, ახლა სურჩანთას მოვიხსნი და სადმე ისეთ ადგილას დავკიდებ. რაღაცებსა მოვალაგებ.
მოკლედ ნახეთ ქვემოთ. აი ქვემოთ აი არ ვიცი როგორ ჩანს, ნახეთ მეგობრებო, რამ სიმაღლეა ქვემოთ. მეგობრებო, Цимия сурчанта. Тот и чамитqda. აგერ ქვემოთ ეს ტოტი ჩამიტყდა აი აქ ასე იყო თუ კაცში შენიშნავდით აი ასეთი დიდი ტოტი იყო და ფეხი დავაბიჯე ტოტს და კიდე კაი რო ეს არ იყო ის რა ქვია ცოტა გამძლე იყო და ერთი სიტყვით ვიკან კალებს ხელი ნახეთ მოიხსნიხა სურჩანთას აგერ დავკიდე მეგობრებო სურჩანთა სამხებული რა მაქვს ჩიპსი წყალი საწვიმარი ეს განათებები მაქვს წამოღებული რამოდენიმე განათება მაქვს მეგობრებო წამოღებული ღამით მინდა გამიძლებს კიდე ორი მაქვს და ერთი თავზეც გასაკეთებელი განათება 9 საათი სულდება მეგობრებო ეხლა არ ვიცი კაცში როგორ ჩანს მაგრამ დაღამდა უკვე ნერვიულობ ისე და ისე მარტო ვარ უხრან დღეში ვცდილობ რომ ჯერ ერთ ადგილას გავჩერდე იმიტომ რომ დიდხანს რომ ერთ ადგილას ვარ ფეხები მიბუჯდება და ჯერ ვცდილობ რომ არ დავდგე ანუ მზივა რა მოკალათებული ვარ ერთი სიტყვით ჯერჯერობით დღეში სიწნარია წყალს დავლე მომწურდა ვცდილობ რომ შევინარჩუნო სიმშვიდე და პანიკას არ ავყრი იმიტომ რომ შეიძლება ან ხის ტოტი ჩამოვარდეს ქვევით ან რაღაცა შეიძლება ესეთი ხმაური იყოს ან ხო ის ტყეში ან ჩიტი შეიძლება ხიდან ხეზე გადაფრინდეს ან რაღაცამ გაირბინოს თუნდაც მელა რა ვიცი როგორც მითხეს აქ ტყეში ტურა მგელი მელა ნებისმიერ დროს შეიძლება შეხვდესო და ამიტომ გამორიცხეთ მეგობრებო ახლა ის რომ მე თუნდაც რაღაც მომენტში ჩავიდე ქვევით, გავიცე სახლში, მე ისე მოვიდე 1 საათში, მე ისე წავიდე წარმიდე და უკრან დღეში ხარ და რამხელა მანძილის გავლა გიწევს და რა არიცი რა შეგხვდება, ხო? და ასე რომ შევეცდები ყველანაირად რომ უკვე სხვა გზა არ მაქვს რომ სხვა ჩავიდე ქვევით, წავიდე და ამიტომ შევეცდები რომ დილამდე გავჩერდე მეგობრებო. მოკლედ არხი გამოიწერეთ მეგობრებო, ვიდეო დაალაიქეთ და მოკლედ აგერ კიდევ მეორე განათება. ესეთი ისე იყოს. ცოტა რაღაც გამოჩდეს. და ავცილობ რომ დავზოგო ჯერ
განათებები და ტელეფონი მაქვს წამოღებული ავსკროლავ TikTok იქნება, YouTube იქნება, რა ვიცი. და დროსაც გავიყვანო, ფრთხილად ვიქნები, იმიტომ რომ ამას წინათ ტოტს ფეხი დავაბიჯე და ჩატყდა ის ტოტი და გადავჭი რა. კარგი, ეხლა კიდო კამერასაც გავუთხილდები ელემენტს, GoPro 5 მაქვს წამოღებული, ამით ვიღებ და ანუ ძალიან დიდხანს ვერ იმას ვიძებ რა. ასე რომ შევეცდები რომ ყოველ 1 საათში ჩავთო კამერა, თუ რამე ესეთი არ მოხდა. მაშინ შევეცდები რომ ყოველ 1 საათში ჩავთო აი ეს კიდევ ერთი განათება. აგერ ხედავთ მალე 10 საათი შესრულდება. აგერ დანა მაგრამ ეს რას მიშველის რო რამე და მოგეთ რაღაც ხმები კია მეგობრებო იქ რაღაც გადაფრინდება იქ ქვევით რაღაც ფოთოლი ჩამოვარდება თუ რაღაც ანუ ხო ხვდებით მაინც უღრანი დღეა და ვცდილობ რომ მიწაზე არ ვარ მეგობრებო ანუ ხეზე ხო ვარ და ქვევით რო ვიყურები ვცდილობ რომ ისეც ტოტზე დავაბიჯო ფეხი რომ აი ცოტა მყარი იყოს რა და რომ ფეხი ამისრიალდეს აქედან ჩავარდე აი უიჭველი აი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები ან ხელს მოვიტეხავ ან ფეხს მოვიტეხავ შეიძლება ღმერთმა იქნა და ვერც გადავჭე ხო იმიტომ რომ ძალიან ქვევით ისეთ სიმაღლეზე ვარ ამოსული არ ვიცი როგორ ჩანს კაცში დღე რო გაჩვენით ვიდეო ანუ რო რამე და რო შევატყო რომ ძილი მინდება და რაღაც წამოღებული მაქვს ეს თოკი თუ რამე ასე მივაყრო მისამნე მივიბამ წელზე თოკს და ისეთ ანუ ვარ გადავარდე რა თუ რამე და თუ უკვე ძილი უკვე მომერია და ხვდები უეჭველნა გააკეთო არა თუ გადმოვარდე რა ვიცი ყველა ვინც ამ ვიდეოს ნახავთ დაალაიქეთ მეგობრებო ლაიქის გაიშეს ვიდეო გავუშვათ და ახლა მომავალში რა ვიტყეს თუ გადავჭი და ამხიდან ჩამოვარდნენ მშვიდობით დილას გათენად მშვიდობით ჩამოვედი ხიდან შევეცდები რომ სხვა ჩელენჯებიც შემოგთავაზოთ ნახოთ მეგობრებო თქვენზეა დამოკიდებული როგორი აქტიურებთ როგორ დაალაიქებთ ამას არხი გამოიწერეთ მეგობრებო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს short ვიდეოებს აგრეთვე TikTok-ზე მოკლედ ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი TikTok-ის, Instagram-ის, Facebook-ის დავაგემოვნებე ხლა უფასო რეკლამა თუ ვინმეს ჩემი დასპონსორება გინდათ მომწერეთ ეს იქნება Instagram-ი, Facebook-ი ავიდა დამრიელია ცოტა მოყოლავთ კარგად შეიძლება ანათო ქვევი ჩანს რა რამე და ამათე ხოლმე მეგობრებო 11 შესრულდება მალე წყლის ბოთლი ჩამივარდა ხელები მიოფლენდება მეგობრებო რაღაც ხელის
კანკალი მეწყება, ფეხი უკვე ორივე ფეხი მებუჟება. აი სახშეს დავრეკე, ცალკე სამსახურის თანამშრომლები, გვერდში მიდგას ტელეფონზე ველაპარაკები, ვიდეო თვალით და რა ვიცი. რა მინდოდა რა. კარავიც მაგ ნაყიდი მეთქი, კარავს გავშლი ქვემო ჩოლებრივად მინდორში, დღეში. მაგრამ ხეზი ახლა შეიძლება ელემენტარული რაცხარო რაღაც ანუ ყურადღება რო მოადუმო და რაღაც ანუ ფეხები მტკივა. ეხლა ვსივარ. შეიძლება რომ უცებ რაღაც მომენტში არასწორად დააბიჯოთ 20 ფეხი ან უცებ მოგინეს ან წყალში გამართვა რაღაცა და უცებ შეიძლება გადავარდე და მოკლედ არ ვიცი რა მეგობრებო თუ გადავწყვიტავ წასვლას აუცილებლად გადავიღებ და რა ვიცი სამდე გავძლებ და მე მინდოდა რომ დილამდე გადამეყვეს ვიდეო რა დილამდე ყოველ საათში ჩამერთო კამერა და იგი რა ქვია ნუ გადამეყო და წესით თქვი რომ ჩელენჯი შესრულდება თუ დილამდე ხეზე დავჩები თქო მაგრამ არ ვიცი რა სამგაზზე მართლა არ ვიცი და ასე რომ ნახოთ რა იქნება წინ ვცდილობ რომ ვიმოძრაო ფეხები რომ გავარჯიშო ცოტა რომ ანუ არ დამებუჟოს სულ ცოტა და 12 შესრულდება არა უბრალოდ ხეზი დიდხანს შეუძლებელი მეგობრებო გაჩერება ლამის ამასინად ჩამეძინა კი რამ გადმოვარდი კი ვთქვი ბაწრეს დავიმაგრე თავს ხომ არა ვერანაირად ვერ ვიზამ იმიტომ რომ მაინც შეიძლება ტანის სიმძიმე გაიმასხოს გადაწონოს და მაინც რაღაცნაირად გადამაგდოს და ანუ ან ჩამოვეკიდოს რა ნიშნო და რავი ქვით რო ჩავიდე კიდე არ ვიცი საით როგორ გავიდე როგორ გადავხვდე როგორ გადმოხვდე ჩემო და თითქმის 4 საათია ვარ ხეზე რა და თუ ჩავედი ქვევით ვიდეოს ჩართავ და ისე გავაგრძელე გზას იმიტომ რომ აი ძალიან დიდი წე უნდა გავიარო და მე სახლამდე კიდო ანუ ძალიან დიდი გზა გასავლელი მეგობრებო და რა ვიცი ამ ვიდეოს ყველას ერთობლივად თუ ჩათვლით და აქედან გამომდინარე თუ იმჯოლებთ და შეაფასებთ და დაალაიქებთ კარგი იქნება და არხის გამოწერა დაგავიწყდეთ მინდოდა დილამდე ყოფილიყავ მაგრამ ხეზე დილამდე აი მე მაგალითად ვერ შევძელი ფეხები ძალიან ცუდ დღეში მეგობრებო ვერანაირად აი სადაც უნდა დავაბიჯო ვცდილობ რომ აი დავასვენო მაქვს ფეხი მაგრამ არ გამომდის ასე რომ ჩავადრა ქვევი და იქიდან გავაგრძელებ გზას მამა შენ ხვდები ახლა ჩამოვალ ხიდან და წამოვდი გზას და შევხვდი ფანარი განათებული კი აი მას
თან არ გააგზავნე. კაი, რომ მოხვალ აქ ის აქვე ჩამოვალ ხიდან, რა ვიცი და. რომ მოხვალო, ჩამოვალო. კაი, აბა, ელენე ზინავს. კაი, მამა ჩემი რომ მოვა, აქ მე ჩამოვალ, იმიტომ რომ ისეთი გույსა, თხეა და რაღაცა რო შეხვდეს, ჯერ მაგი ვერ მოვალ, მაინც რომ უნდა და მამდე ვიქნები ხეზე რა. ერთი სიტყვით მეგობრებო, ხიდან ნახევარზე მეტი ჩამოსული ვარ. ჯერ შანსია რა, აქ არ ჩახტები, იმიტომ რომ რა ვიცი მე რა დამხდება და უცებ რა გამომივარდება. მამა ჩემს ველოდები. ახლა მომწერს წამოვავე ხმალეო და რომ მოვა აუცილებლად მე ჩავხტები ქვემოთ და სას გავაგზელებ. ძალიან უღრანი დღეა მეგობრებო და რა ვიცი მე რა გამომიხდება და რა მოხდება ასე რომ დაველოდოთ მამა ჩემს და ვერ გავძელე დილამდე რა. რა ვიცი მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ თუ ვინმეს ასეთი ჩელენჯი აქვს გაკეთებული თუ ვინმე დილამდე გაძლოს სააღო მაშინ მალადეც და რა ვიცი საქართველოში თუ ვინმეს აქვს ასეთი ჩელენჯი გადაღებული კომენტარებში დავწერეთ ერთი სიტყვით მეგობრებო. არხი გამოიწერეთ და რა ვიცი ეს ყველაფერი შეაჯამეთ ახლა და აქედან გამომდინარე თქვენ გადაწყვეტეთ ამ ვიდეოს დალაიქებთ თუ არ დალაიქებთ. და მადლობა ყველას წინასწარ ვინც მიყურებთ, ვინც ჩემ ვიდეოებს ლაიქებთ და კომენტარებთ და მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დაგვეხმარებით მე და ელენეს თუ ვიდეოებს და ჩამოვხდი მეგობრებო ხიდან და ჩავალ ქვევით. ნახეთ შეხედე. აი ო მოხვედი მამა ჩამოვა დილის მომაგნო წარმოიდგინე კაცი აქ დაბადებული აქ გაზდილია და ზუსტად მიახლებით იცოდა სად ვაპირებდი კაცი გზაზე წამოვიდა ძლივს მოაგნო ამ ტყეში და ეხლა კაი ჩამოვალ ახლა და იყავი იქ ჩამოვალ ახლა ჩამოვა და განახევთ რომ ახლა გზავნა გავიაროთ კიდე ეს ხარბი ვნახე მამა აქით ვარ აქით ძლივს გამოაგდო კაცმა მოკლედ და მე იქით რატომ ეძებდი მეორე მხარეს? იქით რატომ ეძებდი? არა, რო იყავი იქითა. კაი, გამოვედი როგორც იქ ნამტყიდან და აი, წამოიღეთ ესე. აი. საჭმელთან წამოღებო. წავედით აბა.